გამარჯობა, მე მამუკა გუგულაძე ვარ. ეს გადაცემა ცრუცხრიანია. ეს კი თქვენი უზომო მხარდაჭერის ამსახველი კომენტარებია, რომელიც წინა ვიდეოდან მივიღე. მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ეს სივრცე ერთად შევქმნით, სადაც ყველას აქვს საშუალება თავისი პირადი სუბიექტური მოსაზრება დააფიქსიროს. ამ სივრცეში ჩვენ არ გვერიდება არც არავის კრიტიკა და არც არავის შექება. გვირდებით, რომ ასე ობიექტური დავრჩები, ჩვენ სტილს არ უღალატებ და წლების განმავლობაში ჩვენს მიერ ნაშენებს სივრცეს მაქსიმალურად გავუფრთხილდებით. თქვენი ასეთი მხარდაჭერიდან გამომდინარე, დღევანდელ ვიდეოში ერთჯერადად მადლობის ნიშნად 40 მაისური გათამაშდება. წესები მარტივია, უცვლელია, დაწერეთ კომენტარები, დაფიქსირდით დღევანდელ ვიდეოსთან დაკავშირებით რა კითხვაც გაგიჩნდებათ, შეგვეკითხეთ. ვიდეო როგორც კი 3000 ლაიქს იავა, იმ წამსვე ჩაირთვება გათამაშება. და დღეს ჩემი სტუმარია ოთარ კიტაიშვილი, ქართველი მოდრიჩი, დიდხანს ელოდით, ვიცი ამ კაცს და ეს დღეც მოვიდა, ეხლა გადავიდეთ ჩვენს ძალიან საინტერესო საუბარზე და განხილვაზე. კიტე რა, ქართველი მოდრიჩი გვესტუმრა, როგორც იქნა დაანონსებული, სათუ არა ცრუცხრიანში და მოდი პირველი კითხვი დავიწყებ შტურმით რა, ისეთ სეზონი ქონდა და ზედიზედ მეორედ ჩემპიონობა, MVP სეზონის და პირველ რიგში მაგაზე მითხარი და მე უკვე ახალ გუნდზე და ტრანსფერის მოლოდინში ვარ, ყველა მაგაზე გადავიდეთ. მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. მძიმე სეზონი გამოდგა მთლიანობაში, ძალიან მძიმე. პირველი ნახევარი იყო ალბათ საუკეთესო პირველი ნახევარი, რაც მე შტურმში ვარ. ძალიან დომინანტი გუნდი ვიყავით იმ პერიოდში. ზამთრამდე და კიდევ ცოტა. მე ცოტა ჩავარდნები დაიწყო. ბოლოს ალბათ ძალიან გვიჭირდა უკვე თამაშების მოგება, მაგრამ რაღაც მაინც გუნდს ჰქონდა ეს რაღაც მენტალიტეტიც, გამარჯვებულის ხასიათი და ამ ხასიათის გამოვლენით უფრო მოვიგეთ ჩემპიონატი, ვიდრე რამე სხვა და ბოლო ორ თამაში ფაქტიურად ერთი ქულა გვჭირდებოდა და ამ ერთი ქულის აღებაც ძალიან გაძნელდა უკვე. თან ძალიან დიდი წნეხი წამოვიდა უკვე ამ ყველაფრის შემდეგ და ბოლო თამაში მაინც მოვახერხეთ რომ სახში დაძაბულ თამაში. ბოლოს მიაწყვე კარგად ბოლო გოლებისკენ. მე მგონი, აი რო იტყვიან უკვე მზადარიო რა, შემდეგი საფეხურისთვის და ჩვენ დიდი ხანია ველოდებით მაგას და რაღაც შემოთავაზებები არის, პრესა აქტიურად წერს, ინგლისზე იწერება განსაკუთრებით, შარშან იყო გერმანული ვარიანტი და არ იყო მისაღები ოფერი, როგორც გავიგეთ და პრემიერ ლიგიდან რაიმე კონკრეტული ინტერესი თუ არის ისეთი რა, რომ განხილვა ღირდეს. ან იქნებ სხვა ჩემპიონატიდანაც არის. არსებობს, რა თქმა უნდა, რაც იწერება პრესაში, შემთხვევით არ იწერება ინტერესი პრემიერ ლიგიდან, სხვა ჩემპიონატებიდანაც შეიძლება ითქვას. მაგრამ ჯერ ისევ მაინც პროცესშია ეს ყველაფერი და ალბათ გამოჩნდება უახლოეს პერიოდში რა მოხდება და რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. თავარია და დროულად მოგვა 4 სექტემბრისთვის ფორმაში უნდა იყო, არ გვაინტერესებს ჩვენი ეგ არის თავარი. თურქეთთან თამაშზე ნაკრებზე გადავალი ხა, ლოგიკური ბმით. ბოლო ჩაწერამდე საუბრობთ წეგან, რომ ეს 5-3-2 რო დავიწყეთ და ასე შემდეგ შეიცვალა ეხლა სანიოლმა დაანონსა რომ თუ გვინდა უკეთ თამაში და უფრო დიდი მიზნები და სოფლიოზე მოხვედრა ბევრად ძნელი არის. აი 4-3-3 გაიტესტა. როგორც შენთვის, როგორც ნახევარმცველისთვის, პირველ რიგში მაინტერესებს, რა შეიცვალა, როგორ გზნობა ამ სქემაში თავს და გუნდი როგორ ადაპტირდა ამასთან. ცოტა მატჩი იყო, ცოტა კი არა, 2 მატჩი იყო სულ და ეხლა ამხანაგური ვითამაშეთ 2, მაგრამ გადახალისებული იყო შემოდგენლობა და აქედან ბევრი მოთამაშე შეიძლება არ იყოს თურქეთთან, მაგრამ აი მაინტერესებს პირველ რიგში შენი ამბავი 4-3-3-თან და შემდეგ უკვე გუნდი. აი იმიტომ რომ ძალიან ამოვიწიეთ და მაინც შიში აქვს კომაგებს, რომ აი ნელი მცველები ყავს და რაღაც და ასე შემდეგ რა. ნელი მცველები არ ყავს. არ მგონია რომ ყავს ნელი მცველები. რა თქმა უნდა 5-3-2 არის ძალიან განსხვავებული ტაქტიკა და თვითონ თამაშის სტილიდან გამომდინარე ის სომხეთთან 2 ჩატარებული შეხვედრა და ის ტაქტიკა რაც მანამდე თამაშობდით არის სრულიად განსხვავებული და ფაქტიურად ამოტრიალებულია, მაგრამ თავი დავარქვით ძალიან კარგად ვფიქრობ, ცოტა მოულოდნელად კარგადაც შემთხვევით შეიძლება სომხეთის ნაკრები არ იყოს რა თქმა უნდა საზომი, მაგრამ ძალიან მაღალი დონის 2 თამაში ჩავატარეთ და ესეთ თამაშები როცა ატარებ მით უმეტეს ისეთ გუნდთან რომლის წინააღმდეგაც გულშემატკივარი ელოდება შენს გამარჯვებას,
ძალიან სასიამოვნო და ესე დამაჯერებელი გამარჯვება, რა თქმა უნდა, გუნდს ძალიან დიდ ძალას აძლევს. ჩემთვის პირადად უფრო მაღლა მიწევდა თამაში ამ ორ თამაშში, ვიდრე 5-3-2 შემთხვევაში და უფრო მეკომფორტულება, რა თქმა უნდა, მაგ პოზიციაზე თამაში. მაგრამ 5-3-2-შიც, ასე ვთქვათ, თავიდან ცოტა მიჭირდა საყრდენის პოზიციაზე, არა მარტო ჩაჯდომა, საყრდენის პოზიციაზე საკუთარი თავის პოვნა, იმიტომ რომ გამოცდილება არ მქონია აქამდე ამ პოზიციაზე თამაშის, მაგრამ ნელ-ნელა ესეც ვიპოვე საკუთარი თავი ამ პოზიციაზეც და უფრო გამიადვილდა თამაში, იმიტომ რომ ფაქტიურად წინ ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, რომ ძალიან მარტივია მათთან შეთამაშება და მათთან კავშირის პოვნა და ეს მოვახერხეთ ამ 5-3-2-შიც და ეხაც ჩანს, რომ ფაქტიურად ერთი ფეხბურთელი წინ დაგვემატა, ერთი მცველი მოიხსნა და შემტევი ფეხბურთელი დაგვემატა ტაქტიკიდან გამომდინარე და ვიცით რა რადონის ფეხბურთელები ყავს ნაკრებში, რადონის გუნდებში თამაშობენ და როცა უფრო მეტი შემტევი თამაშობს მოედანზე, რა თქმა უნდა, უფრო მეტი კრეატიულობაა სტადიონზე. ხო, მაგის მაგას ითხოვდა, რომ შეუტიერთოთ რო არისო. საყრდენად თამაში ახსენე წეგან და მე რაც მახსოვს, თუ არ ვთქვი, არ მეშლება დანიასთან ვაისის დროს პირველად ეგრე ღრმად ჩაგწიეს. უკან 0-0 მორჩა ეგ თამაში. 4-4-2 ვითამაშეთ და ჯაბაც არ იყო. შენ და აბურჯანია იდექით ცენტრში, ეგრე მახსოვს, კი. და იქ ერიქსენთან ცნობილი ართმევა და აი პირველად სხვათა შორის მაშინ შემნიშნე კიტეს ამბავი და მაშინ სტატიებს წერდეს უცხრიანი არ იყო. აი მაკედან აგედევნე რა. იმიტომ რომ მაგრად მევასება ესე რო ვთქვა რა ქუჩურად კრეატიულ ნახევარმცველს რო უკან წაი მოდრიჩი, იმიტომ მიყვარს დავაფასებ რომ 10-იანი არის, იდეა შეუულია რომ მანდაც ითამაშოს და ყველაფერი იქნას, მაგრამ საყრდენზე ტიპი რო ჩადიოდა უკან ისეთ სამუშაოს ასრულებდა და ჩვენ ნაკრებსაც ეგ აკლდა ყოველთვის. ძალიან უფრო უხეში სტილის და დაცვითი პროფილის საყრდენები გვყავდა რა და მაკედან დაიწყო შენი უკან ჩამოწევა პირველად და მე ნელ-ნელა შეგაჩვიეს რა. კი, დაგეთანხმებით, მაკედან დაიწყო. უბრალოდ აბურჯანი ახსენეთ, აბუ არის ცოტა უფრო მაინც დაცვითი სტილის ფეხბურთელი და მის გვერდზე თამაში მაინც განსხვავებულია და ამ 5-3-2-ში მიწევდა უფრო მე ვიყავი მარტო და ორი ჩემწინ ქოჩორა არ არის ძალიან ოთხიანი გამოკვეთილი სტილით რა თქმა უნდა ჩემთან ახლოს მოქმედებდა ჩაკვეცოდა წინ, მაგრამ მთლიანობაში დაცვის ფაზის დროს ეს შეტევის ფაზის დროს უბრალოდ მე ვიყავ ვინც რჩებოდა იქ და იქ უნდა ეკონტროლებინა ისიც და საბოლოო ჯამში ვფიქრობ რომ ეს პოზიციაც გამიადვილდა სათამაშოდ, იმიტომ რომ უფრო მარტივი გადაწყვეტილებების მიღება საჭირო. რა თქმა უნდა საჯარიმოსთან ახლოს მოქმედება ბევრად უფრო რთულია ჩემი აზრით დიჯიტას პოზიციაზე ვიდრე უკნიდან თამაში და ისეთ ფეხბურთელების პოვნა რომლებმაც ყველამ ძალიან მაგრა იცის სპორტი, ძალიან მაგრა შეუძლია მოკლე სივრცეში მოტრიალდეს, ზონაშიც გაიქცეს და ეს გამიადვილდა ამ პოზიციაზე. ჩაკვესაც მაგრად დაახვეწინეს ეგ ასპექტები ინგლისში გადასვლის მერე. ისე მუშაობს უკან რომ ძალიან ახლოს ხართ ხოლმე ეგ 5-3-2-ის დროს რო უყურებთ კადრებს, ეგეც ძალიან უკან ჩამოდის და აი მაგრად აგვეხმარა, ასე ვთქვათ, მოგვისწრა რა, შემტევები რო უკან მუშაობენ. აი სხვათა შორის ლუის ენრიკეს ვიდეო რო გავცელდა მბაპეს რო ესაუბრებოდა. რა უნდა ქნა რა უხსნიდა მე კვარაზე გადადის უკვე რა რომ ის არ ჩამოდიოდა და არავინ არც მესი ნეიმარი და ეს შრომობს და ეგ არის თანამედროვე ფეხბურთი უან თუ არ ჩახვედი აზრი არ აქვს ისე და აი ფიზმ მომზადებაზე მინდა კითხო ყოველთვის აი აქილევს ქუსლი იყო შენი თავი და პირველ წლებში კარიერის ტრამვები და აი სულ კიტე გვაკლია და ამ თამაში აი კიტე რო ყოფილიყო სულ მე ტვინს ბურღავდი რა გინდა სტატიებში გინდა ვიდეოებში აი what if-ის თემა მქონდა რა რომ ეს ნაკრები განსხვავებულია კიტე რო არის განსხვავებულად თამაშოთ გვიჭირს ამ პოზიციაზე აღიაროთ არ გვყავს ბევრი შუახაზელი ეგეთი კრეატიული და რა შეცვალე შენს თავში ფიზიკურად ვარჯიშებში რომელიმე ფიზიომზადებს ექიმი ხო არ დაგეხმარა პერსონალურად რა რჩევები კვებას ცვლის ზოგიერთი მაგალითად ბოლო წლებში ანუ ფაქტი თქმის უტრამოდ ხარ და დაიწყო შენს შედეგებს უკვე და დაინტერესებაც იმიტომ არის უფრო ძლიერი გუნდები და იმიტომ რომ დობის ფაქტორი ყოველთვის არის რა შეიძლება გიყურებდეს გუნდი და ძალიან მაგარი ხარ მაგრამ რო იმტრები ყოველ სამთვაში ერთხელ ვეღარ გარისკავს მე შეძენას ალბათ ჩემ შემთხვევაში ფეხბურთელი ალბათ უნდა იყოს მაგ პროცესშიც სუძიებაში უნდა იყოს რა კაშოს მაგალითს მოვიყვან რომ ყველა ვიცით როგორი პროფესიონალია და თავის თავზე ატარებს ასე ვთქვათ ექსპერიმენტებს რა სულ რაღაცას ეძებს იმიტომ რომ თან
რამდენი წლის არის, რავი, 40 ხდება. ბევრი. სულ კი ეხაც ამასაკშიც თავისავზე ატარებს, სულ ექსპერიმენტებს, სულ ცდილობს რაღაც ახალი იყოს, რომ კიდევ უფრო კარგად იქნოს თავი. ასე ვთქვათ, მეც ვცდილობ ამ ეტაპამდე მივიდე, რომ სულ ძიებაში ვიყო, სულ რაღაც განვითარება არ შევწყვიტო, თუნდაც ფიზიკურად რა მოქმედებს ჩემზე კარგად, რა სიტუაციაში გრძნობ თავს კარგად, ასე ვიძინებ, ასე ვჭამ და ასე ვარჯიშობ, სხვადასხვა სახის რამე შემიძლია ვთქვა და ამ პერიოდშიც ალბათ ეს ვისწავლე რა, ტრავმების პერიოდი ისე იყო, რომ ძალიან ხშირად ემთხვეოდა ნაკრების თამაშებს, აი თითქმის ყოველთვის ნაკრების პაუზა მოდიოდა და მაგ დროს ხდებოდა ჩემი დატრავმა. შენ და მჭედლო. ხო, არ მჭედლომდე, ცოტა ბევრი მაკლია მაინც მჭედლოს, ცოტა უფრო მჭედლო გამოძახებულზე უკვე ტრავმები. და ასე ვთქვათ, ეს ვისწავლე საკუთარ თავზე, რა მჭირდებოდა და რა უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რა თქმა უნდა დიდ პერიოდს, ბევრად უფრო დიდ პერიოდს ვატარებ სატრენაჟერო დარბაზში, ვიდრე იქამდე ვატარებდი, იმიტომ რომ რაღაც ადრეულ ასაკში არ მქონია ტრავმები, უფრო დაიწყო 24 წლიდან დაახლოებით და რომ მიეწყო, ცოტა მაგრად მიეწყო და აი მაგისტვის თითქოს მზად არ ვიყავი და არც ველოდი რომ აი ესე წავიდო და რო ტრავმები მექნებოდა ტრავმები და ალბათ ვერ ვიყავი მზად და ახლა ვთვლი რომ ეს ყველაფერი გამომადგა იმის რომ გამოცდილება მივიღე საკუთარ თავზე. შვენიერი. ნაკლებ ტრავმას ვისურვებ და ტოპ 5 ლიგას. ყველაზე მეტად მაინტერესებს უეჭველი უნდა დაუბრუნდე ევროპის ჩემპიონატს და ესპანეთთან თამაშს. აყურებელმა ძალიან კარგად იცის და ბევრჯერ ნახეს ეს კადრები და ორი კითხვა მაქვს, ერთი მაგ თამაშს ეხება როდრისთან ერთი-ერთი ანუ დაიგეგმა მატჩის წინ რომ შენ უნდა გადაგეკეტა იკაცი თუ უბრალოდ მატჩის სცენარიდან გამომდინარე დაიმთხვა და პოზიციებიდან გამომდინარე იმდენი კადრი ამოვჭერი თამაშიდან ვიდეოში რომ ეგრე გადაჭარბების გარეშე შევიძახი რა ქართველი რო ხარ და რაღაცა მაგიტო არ ვამბობ ამ კაცს სანამ ტყეს გაიწვეთ და ეგრე არ გაუჩერები არავის არ დაუკეტია რაც პირველ ტაიმში გააკეთე მაშინ და რაშია საქმე აგვიხსენი რა მოხდა რა და როგორ დაიგეგმა და ნუ მე ის ნაკლებად სასიამოვნო მონაკვეთი გადავიდა ტრავმაზე და იმასე. ნუ შეიძლება მომიწია რა თქმა უნდა ხშირ ბევრ კადრებში როდრისთან მეტოქეობა, მაგრამ ტაქტიკურ სქემას რო შევხედოთ, ანუ მე არ უნდა ვყოფილიყავი როდრის, ანუ ეგ არ იგეგმებოდა, მაგრამ ესპანეთის ნაკრებმა იმდენად ქვევით ჩაგწია, რომ ფაქტიურად სამივე ცენტრალური ნახევარმცველი ვიყავით ერთმანეთის ხაზზე, ანუ ძალიან გვიჭირდა, იმიტომ რომ სივრცეები იყო და მე როგორც შუაში მყოფი ცენტრალური ნახევარმცველი ამ სამში და როდრი ასევე როგორც შუაში ალბათ დაემთხვა რომ ესე მოხდა, მაგრამ ძალიან მძიმე პირველ ტაიმი იყო ესპანეთის განსაკუთრებით პირველ 15 წუთი. ტრიბუნებიდანაც მძიმედ შანდა ძალიან. პირველ 15 წუთი იყო ამდენი გადასვლა, გადმოსვლა, ძალიან მაღალ ტემპში გიწევდა, იმიტომ რომ ძალიან პორტუგალიასთანაც გვიწევდა, რა თქმა უნდა, გადასვლა, მან და სავს ვიცავდით, მაგრამ საერთოდ განსხვავებული იყო ესპანეთის ნაკრებთან და საერთოდ განსხვავებულად ხსნიდნენ სივრცეებს. და ამ სივრცეების დაკეტვა იყო ძალიან რთული და მომენტებსაც გვიქმნიდნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ასე თუ ისე ვართმევდით თავს. ამის შემდეგ ამ რაღაც ჩვენი გოლის შემდეგ უბრალოდ პირველი გადასვლა იყო ფაქტიურად ალბათ. ქონდა 3-4 ისეთი კონტრშეტევა, რომელმაც აანერვიულა ალბათ ცოტა არა. იმდე არ გინდა ეხლა ევროპის ჩემპიონატი აგებ საქართველოს ნაკრებთან მოულოდნელ მთელი სტადიონი შეწინააღმდეგაა თან ქართველები მეტრი ვიყავით გერმანელები ჩვენსკენ იყვნენ მაგრამ როდრი რა თქმა უნდა ძალიან რთულია ზოგადად მის წინააღმდეგ თამაში ფაქტიურად არ გიშვებს ახლოს ანუ არიან ფეხბურთელები რომლებიც ესე თამაშობენ რომ ფაქტიურად ორთავრძოლაშიც ვერ შედიხარ მასთან უკვე მანამდე აქვს გადაწყვეტილება მიღებული და მანამდე აკეთებს ხო უფრო ესპანელ ფეხბურთელებს აქვთ ეს მაგარი თვისება. და მე ის ტრავმის ტრავმა იმ მომენტში ზუსტად ჩანს, რომ სადაც კეთდება პასი დარტყმის მომენტი, გაჭიმული ხონდა უკვე მუნთი რა, რომ მორბოტი უკან ჩამოსვლის დროს გაგეჭიმა და ჩემი აზრით მან თამაშგარი იყო რა. პასიური თამაშგარი იყო და მომენტში, მაგრამ რატომღაც ვარმა სხვანაირად ჩათვალა. არ რო გახვედი და თავიდან ვერ დავინახე ვინ მიიღო ტრავმა რა, ვერ ხედავდი კარგად ტრიბუნებიდან და ერეო ჩავიქნი ხელი დაიმზე ძალიან გაგვიჭირდებოდა. ისეთი ბუსტი მიიღო მაგდონის ნაკრებმა. სხვასაც რო დაიმართოს და რამხელა სხვაობაა ჩვენ და ესპანეთის შორის და ეგეთ ჩათვლილი გოლი, გამოკლებული საკვანზე მოთამაშე არის ძალიან რთული გასაძლებელი იყო რა. ყარასაც რო გაიტანა ცენტრიდან იქ მიუხედავად მაგისა. ხო,
გაგვიჭირდებოდა ძალიან. საწარგოს გამიდან ჩამდა რომ თითქოს მოუხვია ბურთმა და შევიდა კარში, მაგრამ კი. ხო ეს ტრავმა მან ჩვენ ვიყავით შეტევაში და ფაქტიურად კონშეტევაზე მოდიან და მან დაჩქარებას ვაკეთებდა მან უკანა კუნთი მან გავიწვიდა კუნთი და მე მოვდივარ ალბათ ჯობდა რომ დავწექი არა დავწექი კიდევაც რაღაც მომენტში ბურთი ჩვენ გვაქვს და მაგ დროს დავწექი მაგრამ ვერ მხედავს ეს ფეხბურთელი და კაკაბას მივარდი მეხანები რომ გადაგეგდო ბურთი და რაღაც დაიწყო კაკაბა ვერ მხედავს მან და უბრალოდ წინ ამოიტანა ბურთი და კუკურელი ამ წის წამოიღო მკერდით ეგრევე და რომ შემოიტანა ამ ჩანდა რომ არ იყვნენ გადამგდ შეიძლება გადაეგდოს მაინც და ჩვენც უფრო გაგვეპროთ და სტევინა რომ დაურჩენილიყავი მინდორზე მაგრამ ну ცადე რომ ამდგარ იყავი მაგრამ იქ ფეხსაც ვეღარ ვწევდი უკვე თორე იმ მომენტში რა თქმა უნდა რომ კანონდა დავხარებდი იმ ტყუნს მარტივად ალბათ არც მოხდებოდა ეს კი მეც მაგაზე ვარ და რა თქმა უნდა იმ პირველ ტაიმის ბოლოს ზოგადად ტაიმის ბოლოს გატანილი გოლები ხშირად არის რომ მე თქო გუნდს აძლევს ძალიან დიდ ბუსს ხო ძალიან დიდ ბუსს აძლევს და მით უმეტეს ესპანეთის ნაკრებს ჩვენ რო შეგვენარჩუნებინა ეგ ანგარიში 1-0 ალბათ პლუს შანსები ხო ჩემ გარეშე მაინც მგონია რომ 1-0 რომ მორჩენილიყო პირველ ტაიმი და მოგესწრო შეცვლა ჩემი გოლამდე რაღაც შანსები იყო მაგრამ არავინ არ იცის რა მოხდებოდა და როგორ და აი ხა ვნახავთ შემოდგომაზე სული გვაქვს საძიებელი როგორ ჟღერსა სადღაც ყველგან მაგათ გადავიღეთ ხო კი აი მაგათთან იტალიას და ბელგიას ისეთი ჩავარდნა აქ მე ერთხელ ხო შეიძლება ამოვიდეს იტალიას მოგვიწევდა ადრე არა ესპანეთი მაინც და მაინც აღმავლობის დროს ყოფილი ეხლა მაინტერესებს შენი კარიერის განმავლობაში ვისთან არ გითამაშია და რა მეტოქეებთან და ეხლა როდრიზეც ისაუბრე და ეგეც უნდა მეკითხა ყველაზე რთულად უხერხული გუნდი ანუ ჯოჯოხეთურად როგორცაკ იწევს თამაში და გაძლევა ეგ გუნდა მისახელი და კონკრეტული მეტოქე რომელმაც აი ყველაზე მეტად გაგამწარა ძალიან მარტივია ესპანეთი იყო ის რა თქმა უნდა თან ძალიან როგორც თქვი ძალიან ბევრჯერ მოგვიწია მათთან თამაში რომელი ფორმაციის ესპანეთი მაინც მაშინ მაგას კითხავ ყველაზე რთული ის თამაში იყო ჩვენი ყველაზე ალბათ სუდი თამაში 7-1 წაგებული დინამოზე იმიტომ რომ ფაქტიურად ყველა შეტევა მათი ყველა შეტევა იყო ჩვენ გარში მომენტი ველა დაწყებული ალბათ მე-3 წუთიდან გონ მორატა ურტყავს მაგას აღარ ჩავშლი ეხა ბევრი ვისაუბრეთ რუსხიაში და აღარ მივბრუნდები რა და რატომ მოხდა მანდ ხო ბევრი ფაქტორია რა თქმა უნდა ბევრი მარტო ესპანეთის ძალიც არ იყო 6-1 არა ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში იყო რა თქმა უნდა ჩვენი და გართული პერიოდი იყო ზოგადად ბევრი რამე შეგვიძლია ვთქვა კი 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი იწყება ყოველთვის არის ეს თაობათა ისა რა ნაკრების შესავსებია და ასე შემდეგ ამბობენ და შეიძლება მოლოდინები გაქვს ბიჭებთან ტრავმები აქაც არის ამწუხაროდ და გოგლიჩიძე გამოგვაქვს და ლაცაბიძე გამოგვაქვს და არ ვიცი რო ჩავხედე დილით მაგას სიახლეს აი ჩანცელა ისეთი დანაკლისი არის რა შანსები აქვს ბიჭებს შენი აზრით რამდენად ავალაპარაკებთ კიდე ევროპას წინა ევროპაზე ძალიან დიდი ხმაური გამოვიწვიეთ მე მგონია რომ აქვს ამ გუნდს პერსპექტივა რომ ეს გააკეთოს ისე რა თქმა უნდა რთული იქნება მაგრამ თვითონ ალბათ გუნდსაც დარწმუნებული ვარ რომ ახლა შეხება არ მაქვს რა თქმა უნდა 21 წლამდე ნაკრებთან არ თამაშობს როცა უყურებ განსხვავებული გუნდია ვიდრე სხვა 21 წლამდელები თუნდაც ჩემ პერიოდში თუნდაც მანამდე მაგის მერე იყო და თავდაჯერება აქვს გუნდს და გუნდს აქვს რაღაც განსხვავებული გუნდურობა როგორც რაღაც თითქოს რაღაც გუნდი შეიკრა ძალიან მაგრად და იციან რასაკეთებენ წვრთნელის ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი რამოსვანეზე ძალიან საოცრად მუშაობს მაგრად მუშაობს ნამდვილად და იმედი მაქვს რომ და წარმატებებს უსურვებ რომ კიდევ ერთი რაღაც ქართული გაბრწყინება იქნება ევროპის ჩემპიონატზე ხმაური აუცილებლად მოკითხო ხა ხვიჩას თემაზე ჩემპიონთა ლიგაზე და მაინტერესებს მე რას ფიქრობ სეზონის მოთამაშესთან დაკავშირებით ნუ ფინალს უყურე ალბათ რამ სადგადის ყარას შესაძლებლობის ზღვარი შენი აზრით ანუ ჩემპიონთა ლიგა მოიგო ზოგი იზახდა რომ ცოტა ადრე მოიგო მერე მოიგო რა ეგეთების მოვისმინე და კიდე მოიგებს ხო მეორე მესამე მეოთხე რეალის მაგალითი რო ავიღოთ ანუ გაუმაძღარი გუნდი არის და ფეხბურთელიც ეგეთი იყოს შეიძლება
კვარას ზოგადად ეგ აქვს ალბათ ყველაზე მაგალითად განსაკუთრებული რომ ხასიათი აქვს საოცარი ხასიათი აქვს ისეთი წყურვილი აქვს რომ ყველგან სადაც მივიდა ყველგან მოიგო ანუ ეს შემთხვევით არ ხდება რა ვერ მოხდება ეს განსაკუთრებულად ხდის მას ბევრი ფეხბურთელია რომელიც გამორჩეულია ტექნიკურად ძალიან სწრაფია ფიზიკურად ძლიერია მაგრამ ეს ხასიათის ნაკლებობა იმ ტოპ დონემდე ამ ხასიათის ნაკლებობას ტოპ დონემდე ვერ აყავს და კვარას ეს აქვს ძალიან ძლიერი ძა და ეს ხდის ზუსტად სოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად და კიდევ უფრო აქვს იმის პოტენციალი რომ კიდევ უფრო აი ყველასათვის რო გახდეს ჩვენთვის ხო არის მაგრამ ყველასთვის რო გახდეს კიდევ უფრო მართლა აი ოქროს ბურთის ნომინაციებშიც იყო რა თქმა უნდა მაგრამ აი გამორჩეულად რო იყოს საუკეთესო მაგის პოტენციალი აქვს და იმედი გვაქვს ყველას რომ ამას შეძლებს რა თქმა უნდა ძალიან გვიხარია ყველას კვარას ესეთი წარმატებები და ყველას ძალიან გვინდოდა რომ ლიგა მოეგო და პირველივე წელს ფაქტიურად 6 თვეში ლიგა მოეგო და ამ PSG-ში ტრანსფერმაც ეს დაადასტურა რომ კვარას პოტენციალი არის ძალიან დიდი და განუზომელი ჯერჯერობით ესე ჩანს და კიდევ უფრო გაიზრდება მგონია და კიდევ უფრო თან როგორც აღნიშნე როგორ იბრძვის დუმფრისის წინააღმდეგ კადრები რო არსებობს მასეთი ფეხბურთელები ძალიან ბევრ ამას იგებენ და ბევრს იგებენ კარიერაში და კვარა ძალიან ბევრს მოიგებს კიდე კარიერაში დარწმუნებული. რომელ წუთზე ჩაყვა უკან და ის რა კადრები იყო? 4-0-ზე თან 3-0. 4-0 იყო კი ის საოცრება. და ოქროს ბურთზე რას ვფიქრობ? ანუ კვარა რო გადასულიყო სექტემბრიდანვე პარი სან-ჟერმენში, მე მგონი დემბელეზე გაცილებით მეტი შანსი ექნებოდა ეხა ჩემი სუბიექტური აზრით და ხუთეულში არის, თუმცა ნუ ობიექტურად შევაფასოთ, ფავორიტები სხვები არიან ამჯერად. კი, ამჯერად ეგრეა, ამჯერად. ძალიან რთულია ალბათ, მე ალბათ მაინც სუბიექტური ვიქნები. ჩემთვის ბოდიში გაგაწყვეტენ ისეთი კრიტერიუმები არის ოქროს ბურთზე. ყოველ წელს კამათია და მოდი სუბიექტურად ვთქვათ ყველამ რა. კი, ჩემთვის რა არის მნიშვნელოვანი? ჩემი აზრით გამორჩეული არის ალბათ, ნუ დემბელესა და იამალს შორის არის ალბათ, ნუ რაფინიაც შეიძლება განიხილო, მაგრამ სხვა ალბათ არავინ არა დემბელე და იამალს შორის გადაწყდება ჩემი აზრით, მაგრამ დემბელე მგონია რომ თავის გუნდშიც არ იყო გამორჩეულად საუკეთესო, იმიტომ რომ პარი სენ-ჟერმენს ჰქონდა ძალიან ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი და ბევრი კონკურენცია დიდი. გუნდურობა იყო ძალიან მაღალი დონის. და აი ეს იამალის განსხვავება, რასაც თამაში იძლეოდა, ბევრად უფრო დიდია, ვიდრე რასაც დემბელე აკეთებდა. რა თქმა უნდა, სტატისტიკა დემბელესაც ძალიან მაგარი აქვს და სტატისტიკასაც ექცევა ყურადღება, მაგრამ მე იამალს ავირჩევდი ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ლიგა მოიგო დემბელე. სექტემბერს მინდა დავუბრუნდე ხა, როგორც ალბანელებმა გითხრეს, ხო იცი, ჯოხეთს გიწყობთ იქ და აი ეგეთი უნდა მოუწყოთ თურქეთს ჩვენ და რას შეგიძლია თქვა თურქეთის ნაკრებზე ევროპაზე არ იყავი შენ და მაგიტო წავაგეთ ჩემი აზრით, არ უნდა წაგვიგო, მაინც არ გაგვიმართლა საფეხბურთო ფორტუნა რო ავიღოთ ასე თქვა, ძალიან დიდი იყო დოზით. ისეთი გოლები არ გავიდა და უყურებდი სკამიდან ხა შენც როგორ საყურებელი იყო და იცნობ თურქეთის ნაკრებს კარგად. აი ამ ტაქტიკის ცვლილების შემდეგ, აი შიში აქვს კომაგებს ბევრს რა რომ მაგარი შემადგენლობა ყავთო და 4-3-3-ით რა ხო არ რისკავთო რა და რა სიტყვი მას თამაში. ტაქტიკაზე ერთს ვიტყვი რომ ჩემი აზრით თუ გუნდი კარგად იცავს თავს და კარგად მოქმედებს თუნდაც შეტევაში და სწორად გადაადგილდება, არ აქვს მნიშვნელობა რა ტაქტიკა შეიძლება 5 მცველთაც იცავდე, მაგრამ უარეს შედეგი დადგეს. ანუ ტაქტიკა არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, ალბათ უფრო მომზადება, სწორი დაგეგმა არის გადამწყვეტი. რა თქმა უნდა, თურქეთთან ერთ-ერთი გადამწყვეტი თამაშია თუ გადამწყვეტია რა, განსაკუთრებით. კი, მე მგონი უფრო თუ მეორე. ხო. და პირველი თამაში იქნება საკვალიფიკაციოს და აქედან ვფიქრობ და აქედან ვემზადებით ყველანი, იმიტომ რომ გვინდა ყველას რა თქმა უნდა ევროპაზე ვითამაშოთ, სოფლიოდაც გვინდა რომ ვითამაშოთ, რატომაც არა. და ჩვენი მთავარი კონკურენტი არის თურქეთის ნაკრები და მათ წინააღმდეგ განსაკუთრებით სახში თამაში გჭირდება გამარჯვება. ხო, შეიძლება ბურთების დათვლა და რაღაცები გახდეს საჭირო, ისეთი ჯგუფი არის, ეგეც მნიშვნელოვანია ძალიან. და ისეთი კალენდარია, რომ საკმაოდ დიდი შანსია თუ მოვიგეთ პირველ თამაში 6-ით გოლით დავიწყოთ და თურქეთმა 0-ით. იმიტომ რომ თურქეთი ჩვენთან წააგებს და მე ესპანეთს ღებულობს. ესპანეთს ღებულობს და
კარგი სცენარია. კი, ძალიან კაი სცენარი არის, ვაწერ ხელს, კი. კი, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან რთული თამაში იქნება, როგორი ძალიან რთული თამაში იყო ევროპის ჩემპიონატზეც. ტყოდი რომ ორივე გუნდის გამარჯვება ლოგიკური არ იქნებოდა, ძალიან ბევრი მომენტი გქონდა ჩვენც, მათაც საკმაოდ კარგი მონაკვეთები ჰქონდათ და ალბათ ცოტა განსხვავებული სტილის თამაში იქნება, უფრო ნუ ის სტამბოლში იყო ფაქტიურად, დორტმუნდი არ იყო, იმდენი თურქი იყო სტადიონზე. ძალიან დიდი ხმაური იყო თურქების მხრიდან, მაგრამ ჩვენი გულშემატკივარიც ცდილობდა მაინც რაოდენობა რა თქმა უნდა იყო. წეგანი ისე საუბრობდი სტილზე, ფეხბურთელებზე. ბარსელონას გულშემატკივარი ხარ, მე მგონი, ხო? ეტყობა უკვე. არ გკითხე ვის კომაგობთ, ხო? ხო. დაიწვი მაგაში. ავტომატურად შენი საოცნებო გუნდიც ეგ იყო ბავშვობაში, სადაც მოხვედრა გინდოდა და აიდოლი მიყავს, ასე თქვა, კუმირი. ალბათ აიდოლს კაი ეს დავას ინიესტა არის ჩემთვის აიდოლი, აი მისნაირი ფეხბურთელი. ერთ-ერთი დამისვა. მისნაირი ფეხბურთელი მინატრებდი რომ მისნაირი ფეხბურთელი ვიყო. მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელი რა თქმა უნდა არის მესი, მესის კიდე საერთოდ მესისნაირი ფეხბურთელი არ არსებობს ჩემი აზრით. ჩემთვის ესეა რა ყველასთვის განსხვავებული ეგეც სუბიექტურია რა თქმა უნდა, მაგრამ სუბიექტურადაც და ობიექტურადაც ჩემთვის არის მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. მოდი ხა უფრო გავართულოთ. კიდევ უფრო მეტი სუბიექტურობა გამოვიჩინოთ და შენი ყველა დროის ტოპ 11 მითხარი. თუ გინდა ვინც გინახავს იმათი შეადგინე. არა, ვინც მინახავს არა ხომ არა, იაშინიდან დაიწყე, არ არის პრობლემა ეგეც. მაგით შევადგენ რა თქმა უნდა, ვინც მინახავს, ვინც არ მინახავს, იმას ვერ ვიტყვი ფიზიკურად. ნუ კაი შეიძლება ვთქვა. არა, არ ვიტყვი, ვინც არ მინახავს. მეკარე იყოს, აი თანამედროვე სტილიდან გამომდინარე, მაინც აი ბუფონს და ნოიერს შორის უნდა ავირჩიო, მაგრამ ალბათ ნოიერს ავირჩიო მაინც. რამოსი ალბათ ცენტრალური მცველი ერთ-ერთი ეკუთვნის. მეორე ცენტრალური მცველი ცოტა უფრო დინჯი გვჭირდება მაშინ. კი, უფრო უკან დგომი. ნესტა. მარცხენა მცველი, მარჯვენა მცველად იყო სტანიალოში, ვინც მეხსოვს ჩემთვის გამორჩეული იყო. მარცხენა მცველად მარსელო, კაი, შემტევი ფეხბურთი. წავიდა ბარსა რეალი. ხო, შუაში ვინ გინდა. შუაში თან მარტივია, თან ძალიან სუბიექტურად გამოგდეს, ახლა ფიქრობ, ხო? სამივე რო ჩასვა. არა, სამივეს ვერ ჩავსო. ხავი, ინიესტა და ჩავსო და ზიდანი. საფრანგეთის გარეშე თამაში რა რთულია შენიცი და აგერ ეგეთი აკრებაცო აიჩია. ხავისაც რაღაცო გარკვე ჩამოძიო. დრეულ წლებში თამაშობდა ეს ერთ საფრანგეთში. ინიესტა და ზიდანი. აი გარდამდე. ხო, მარჯვნივ მესი, მარცხნივ აქაც გაჭედილი ფეხბურთელში. ორში მარტო? კი. რომელი ორია? ნეიმარი და რონალდინიო. აუანდ ეს შეიძლება არც ეკუთვნის, არც ერთს შეიძლება მანდყოფნა, მაგრამ მე არ ჩემი გემები მაგდუეტზე ძალიან ერთ კაცს ავირჩიო მაგორიდან. სავარაუდოდ რონალდინიოს. კაი, მეც რონალდინიოს ჩავსო. და წინ იყოს რონალდო. ბრაზილიელი არა, პორტუგალი. მივხვდი ხო კრისტიანოს სიტყვოდი კი. წვრთნელი იყოს ჟოზე მოურინიო და ჩავაყენოთ ავტობუსი. გვარდიოლა, წვრთნელი გვარდიოლა. კი, კაი, გუშინ იყო კადრი კაი ის ფინალზე. მოურინიო ფიგუ და პეპე ძალიან ცუდი გადარჩეთ. ვიყავი. ძალიან სასიამოვნო იყო შენი სტუმრობა პირველად სრულხიანში. პირველად იმიტომ გავუსვი ხაზი რომ კიდე გელოდები, შემდეგ სიამოვნო. წარმატებები პირველ რიგში ჯერ ზაფხულში, მაგრად ველოდები. ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ ნაკრებს სჭირდება ზუსტად ეგ რა, რომ თქვენი წინსვლა გუნდებში და ასე შემდეგ. მერე გავაგრძელოთ რომ სრულხიან სჭირდება კიდე. მოდი რა გულახდილად გეტყვი რომ სექტემბერში ჩვენ დავდებთ ყველაფერს, სულს გულს მოგდები იქ პირადად მე და მთელი სტადიონი რა და წარმატებები თურქეთთან, წარმატებები ახალ გუნდში სადაც გადახვალ, შტურმისთვის ძალიან დიდი ხარ უკვე, ძალიან. ასაკით არა, კლასით. ეგეთ ჩემი სუბიექტური აზრი არის. აყურებელი რას ფიქრობს შენ სტუმრობაზე, კომენტარები დააფიქსირეთ, დაწერეთ ნებისმიერ თემაზე, კითხვები გამოვუშვით, ყველაფერზე გიპასუხებთ. და ეს ზედმეტსახელი ჩემი არის რა, დავაპატენდე ექსკლუზიური ქართული მოდრიჩი მე შეგარქვი რომ იცოდე. იმედია უხერხულობას არ იწევს. პატივია დიდი. როგორ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი საუბარი, ანალიზი, რა იყო თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო, რამე კითხვა ხო არ გაგიჩნდათ ან დაგაკლდათ, დაწერეთ აუცილებლად კომენტარები, დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო, გათამაშებაზე უკვე ვისაუბრეთ, 3000 ლაიქზე ავიყვანოთ და დღეს 40 მაისური გათამაშდება ერთჯერადად და ერთი წამის საქმე აუცილებლად გამოიწერეთ კრისტალ სპორტის YouTube არხი, დააფასეთ სრულხიანის გუნდის საქმე.
წინა ვიდეო 60%-მა გამოწერის გარეშე უყურა. აბა დიდი მადლობა დროის დათმობისთვის და მაგრად სრულცხრიანი მალე მორიგი საინტერესო თემით დაბრუნდება.